ახალი მეცნიერებაა გენეტიკა, ძალიან სერიოზულად ვითარდება, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩვენთვის ქართველებისთვის, სწორედ იმ პრობლემებთან მიმართებაში, რა პრობლემებიც საქართველოში არის. აი, ეხლა თურქეთზე კითხულობ თქვენ. ჩვენ ქართველები, აი მე შევეცდები ეხლა ძალიან უბრალო სიტყვებით კიდევ ერთხელ განმარტო, რაზე ვსაუბრობ მე. აი მე, თქვენ, ირმა, ჩვენ ქართველები, ჩვენ გვაქვს ჩვენი იერი. ჩვენი იერით ხომ განსხვავდებით ჩვენ მაგალითად რუსისგან. რუსებს სხვა იერი აქვთ, ჩვენ სხვა იერი გვაქვს. ინგლისელებს სხვა იერი აქვთ და თურქებს სხვა იერი აქვთ. რატომ? ჩვენ სხვადასხვა ხალხი ვართ. სხვადასხვა გენი გვაქვს. სხვა გენი გვაქვს, ჩვენ სხვა გენი აქვს, თურქებს სხვა გენი აქვს, რუსებს სხვა გენი აქვს, ინგლისელებს და სხვათა შორის სხვადასხვა დროს გაჩნდა ეს ხალხები. ჩვენი იერიც მათ შორის ასახულია ჩვენ გენეტიკურ კოდში. სულ მომყავს მაგალითები, მოვიყვან პირველ მაგალითს კიდევ ერთხელ. ჭიათურის მიდამოებში არის გამოქვაბულები, ამ გამოქვაბულებს კოტიას გამოქვაბულებს ეწოდებენ, ხალხი ასე იცნობს ამ გამოქვაბულებს. იქ ნაპოვნია ძვლები. ეს არის მამაკაცის ძვლები. ეს მამაკაცი ცხოვრობდა დაახლოებით 9300 წლის წინ, შეიძლება 9500 წლის წინ, მაქსიმუმ 9700 წლის წინ, მეტი არა. აი ამ კაცის ძვლებიდან დნმ-ის ანალიზი რომ აიღეს, აი დავით მხეიძე არის ჟურნალისტი, ობიექტივშიც მიყავდა გადაცემები, პუბლიცისტია. ზუსტად დაემთხვა დავით მხეიძე არის იმ კაცის შთამომავალი, რომელიც 9500 დაახლოებით თუ 300 წლის წინ ცხოვრობდა ჭიათურის მიდამოებში. კახა კორძაია, ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი არის ნუცუბიძეზე, პლატოზე, ვაჟაზე. ისიც არის ამ კაცის შთამომავალი. ისიც ზუსტად ამ კაცის. მე მინდა ვთქვა, რომ შეიძლება თქვენი ანალიზი ავიღოთ, თქვენც მისი შთამომავალი აღმოჩნდეს. ასობით და ალბათ 1000ობით კაცი დადის დღეს საქართველოში, ვინც არის აი იმ კაცის შთამომავალი, რომელიც ცხოვრობდა ჭიათურის მიდამოებში, რომლის ძვლები ჩვენ ვიპოვეთ და რომელიც სადღაც 9300, 400, 500, 9500 წლის წინ ცხოვრობდა ჭიათურაში. ახლა მეორე მაგალითი მინდა მოვიყვანო. 14600 წლის წინ ცხოვრობდა ადამიანი აჭარაში. მისი ძვლების გენეტიკური ანალიზი რომ გაკეთდა. აი თქვათ ქეძბაია. გაკეთდა ქეძბაიას ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ეს ქეძბაია არის შთამომავალი იმ ადამიანისა. გაკეთდა ხიმშიაშვილის ანალიზი, აღმოჩნდა, რომ ისიც დაემთხვა იმ ძვლებს ეს დნმ, გესმით? 9 თარხან მოურავმა, 9 კაცმა სხვადასხვა შტოდან აიღო ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ჩვენც ვართ იმ კაცის ერთ-ერთზე დაემთხვა, რომ ჩვენ ხიმშიაშვილი ქეძბაია დარწმუნებული ვარ, რომ კიდე 10000 კაცი, ზოგი შეიძლება ბერიძე იყოს, ზოგი კიკნაძე იყოს, ზოგი იყოს შეიძლება საღლიანი, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ აი იმ კაცის შთამომავლები, იმ ძვლების, რომელიც 14600 წლის წინ ცხოვრობდა იქ სადღაც აჭარაში. ზოგადად მინდა გითხრათ, ეხლა უფრო წინ მივდივარ. დაახლოებით 20000 წლის წინ საქართველოში, სადაც დღეს საქართველო, აი აქ კავკასიაში, ცხოვრობდა ადამიანების ძალიან ვიწრო ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს 20 კაცი, შეიძლება 100, 120, არა 1000, გესმით? არამედ 100, 30, 120, ყველა ქართველი არის მათი შთამომავალი. ჩვენ ყველანი ვართ შთამომავლები იმ ძალიან პატარა რაოდენობა ხალხისა, რომლებიც აი აქ კავკასიაში დაახლოებით 20000 წლის წინ ცხოვრობდა. ვინ ყველანი, ეხლა ამას აქვს მნიშვნელობა და რატო ვლაპარაკობ სულ ამაზე, აი ეხლა მივხვდებით. ჩვენ ქართველები, ქართები ზოგადად, ქართველები, კახელები, მესხები, გურულები, მეგრელები, სვანები, ლაზები და აფხაზები, სულ ყველანი ვართ აი იმ 20000 წლის წინ რომ ცხოვრობდა ხალხი, პატარა ჯგუფი 30, აი მათი შთამომავლები ვარ ჩვენ დღეს. ჩვენი ყველასი გენეტიკური კოდი ერთნაირია. ანუ 20000 წლის წინ დაახლოებით უკვე იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც პირობითად ჩვენ ქართველებს უწოდებთ, მაგრამ ისე იბერიულ კავკასიურ ჯგუფად არის. ამათ ამ ადამიანებს უწოდებენ იბერიულ კავკასიელებს. ერთი წამი კიდე მომეცით საშუალება, რომ ცოტა ღრმად გავშალო ეს თემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ არის მნიშვნელოვანი?
აი თუნდაც იმიტომ ბატონმა ვარშალომიძემ გაიგოს, რომ ყველა თურქის გენი სულ სხვა არის გენეტიკური კოდი და ჩვენი ქართველების ლაზების ერთი და იგივეა. ჩვენ ვართ ნათესავები გენეტიკურად, ერთი წინაპრები ყავდა, მათ არა. ახლა რატოა მნიშვნელოვანი? ის ხალხი, რომელიც 20,000 წლის წინ ცხოვრობდა, ისინი ლაპარაკობდნენ რაღაც ენაზე. ის არ იყო ქართული ენა, მაგრამ იმ ენიდან წარმოიქნა მერე მეგრული, ჯერ სვანური, მერე მეგრული, მერე ეს ქართულად ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს ენები აფხაზური, ლაზური, ყველა იმ ენიდან წარმოიქნა ეს ენები მერე. რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია ჩემო კარგებო ის, რომ დღეს აფხაზეთში, აფხაზეთის ხელისუფლება ორი თაობა გაიზარდა ომის მერე და იმ ხალხს ეუბნება, რომ ჩვენ მამულში ვცხოვრობდითო, დამყრობელი უცხო ჯიშის ხალხი ქართველები მოვიდნენ, დაგვიპყრეს. იცით ეს თქვენ, რომ ყოველ წელს სოხუმში სამამულო ომში, განმანთავისუფლებელ ომში გამარჯვებას ზეიმობენ აფხაზები და მე ეს ამიტომ ვილაპარაკე. რომ ჩვენ აფხაზებს უნდა უთხრათ, სულ სხვა პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთ, რომ ჩემო ძმებო, 75% აფხაზების, 75% გენეტიკური კოდი არის აი ეს იბერიული. ჩვენ და 75% აფხაზს ერთი და იგივე წინაპრები ყავდა და 20,000 წლის წინ ეს ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ აი ამ ტერიტორიაზე და ჩვენ მათ მამული კი არ მოვიტაცეთ. ჩვენ იქ ცხოვრობდით. აი იქ გაჩნდა ერთი ძმა აფხაზი გახდა, ერთი ძმა ქართველი გახდა, ერთი ძმა სვანი გახდა და იმ მიწაზე ვიყავით 20,000 წელი. არ დაგვიპყრია ისინი, ერთი სისხლი და ხორცი ვართ, ერთი მოდგმა ვართ. არაფერი მტრები ჩვენ არა ვართ. ერთი გენეტიკა გვაქვს. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, მე ამიტომ ვილაპარაკე ამაზე. მე მეორე რაღაც თქვი, ასევე ძალიან საინტერესო. რომ მე უკვე გითხარით, რომ მეგრული, სვანური, აფხაზური, ეს ყველა ენა ლაზური ერთი ენისგან მომდინარეობს. და ამ დროს ჩვენ გვერდზე ცხოვრობენ ოსები. ოსები სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ, ირანულ ენებს განეკუთვნება ოსური ენა და ყოველთვის ითვლებოდა, რომ ოსები ირანული ხალხია. და აი ამ გენეტიკურმა ანალიზმა და გენეტიკურმა მეცნიერებამ საჩუქარი გვაჩუქა, ღმერთმა საჩუქარი გამოგვიჩინა რა, გამოგვიგზავნა. ოსების 2/3-ს აქვს ქართული გენი. ესე იგი, კაცი ოსია, გეუბნება ოსი ვარ, ოსურად ლაპარაკობს და გენეტიკურად ქართველია. ანუ ალბათ შერევა მოხდა იქ ხალხის, იქ ხაზარები ცხოვრობდნენ, ალანები ცხოვრობდნენ, ალბათ ქართველების და მათი შერევა მოხდა. ამას ეხა მეცნიერება უპასუხებს რა და როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს ვინც ოსია, 2/3 იქიდან გენეტიკურად ქართველია. და ჩვენ ამათ უნდა ვეუბნებოდეთ ამას, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩვენ ვართ ერთი ეს არის უდიდესი საჩუქარი ღმერთის. მე ამაზე ვლაპარაკობ ყოველთვის და ამიტომ ვლაპარაკობ ამ გენეტიკურ საკითხებზე და არა რამე სხვა მიზნები კი არ მომოძრავებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველა ადამიანი, ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს, სულ ყველა, მე ვგულისხმობ, ვინც ქართველია, ყველა ამ ადამიანს ყავდა წინაპარი, ეს წინაპარი უკვე 20,000 წლის წინ ცხოვრობდა აი აქ, კავკასიაში. და ჩვენ სულ ყველანი ვართ ერთმანეთის, მე, თქვენ, ანიკ იკნაძე, ირმა ინაშვილი, ჩვენ ყველანი, დავით არხანმოურავი, ვართ სისხლით ნათესავები. ჩვენი წინაპარი, საერთო წინაპარი 20,000 წლის წინ უკვე ცხოვრობდა ამ მიწაზე. სულ ყველასი, საღლიანი იქნება, ეს კვიციანი იქნება, სულ ყველასი, თუ გობეჩია, ყველასი, ეს ერთი და ასევე ეს შამბა იქნება, აფხაზი 75% აფხაზის და 67% ოსის. და ამაზე უნდა იყოს საუბარი.